დაბრუნებით პირდაპირ ეთერში და სტუმრად ყავს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია, მოგესალმებით და გავარკვევთ ამ ნაწილში გადაცემის თუ ესე ვთქვათ რა ბედი ეწიათ იმ ცხოველებს, რომლებიც დაიწვორდნენ და დაიხოცდნენ, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრი არსებობს დავუშვათ რაღაცების გავრცელებასთან დაკავშირებით ეს იქნება რაღაცა ეპიდემია თუ რაღაცა საშიშროებები, არის კიდევ ვაკის ესე ვთქვათ ქარხანა, რომელშიც გაფუშდა ურაცხელი პროდუქტი და ისიც ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს და სწორედ ამ კითხვებზე გაგცეს პასუხს ბატონი ოთარი. როგორ აკონტროლებთ და რა მდგომარეობაა დღეს? იმიტომ რომ თუ უსვინეთ გუშინ ვიცით რომ ეპიდემიის საფრთხე იმდენად არ არის. შუდად ვართ შედარებით, მაგრამ გამოდამოდებითი განმარტებები ალბათ მინისტრისგან უნდა მოხდეს სწორად. კი ბატონო, მოგახსენებთ ჩვენ ალბათ პირველში დავიწყებ იმით თუ რითია ჩართული სოფლის მეურნეობა, ერთ შეხედვით ესე ვთქვათ, მოხდა სტიქიური უბედურება და სოფლის მეურნეობა რაღაც ესე ვთქვათ სხვადასხვა როლით არის ჩართული ამ პროცესებში. პირველივე დღიდან პრინციპში თქვენ იცით რომ ჩვენ გვყავს მელიორაციის სამსახური და გადმოგვეცა ძალიან დიდი რაოდენობის ტექნიკა დაახლოებით $11 მილიონი ღირებულების, რომელიც ჩინეთის სახელმწიფომ გვაჩუქა და პრაქტიკულად დღეს რა ტექნიკაც მუშაობს გახლავთ აი ეს ტექნიკა, რომელიც ჩვენ საჩუქრად გადმოგვეცა და დაახლოებით 15,000 კუბი, ესე ვთქვათ, ეს ნაგავი შლამი და მასალა გატანილი ტერიტორიიდან, პლუს ამას ეს არის 24 საათიან რეჟიმში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი. დაუბრუნდა ვერე კალაპოც, ესეც ბიჭების დამსახურებაა, განსაკუთრებით შვაინზის ქუჩის თავში. სადაც გადასული იყო, იქ დაბრუნებულია უკვე პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, მდინარე ჩაჯდა თავის ძველ კალაპოტში. ეს საკმაოდ სათქმელად მარტივია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან სამუშაოებია. მაგალითად, შეძა ვიცით რა ხელს სამუშაოა. დიდი სამუშაოები ნაკლებად და მინდა რომ ვისარგებლო შემთხვევიდან. ეს პროცესი დასრულდა, ხა ძირითადად გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს. ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პოვნა, რომელსაც ვეძებთ და სამი ადამიანი არის რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე მაღალ პრიორიტეტული ამ ეტაპზე. დარჩა ზონა, რომელიც კიდევ ჯერ ვერ მიუდექით, ასე ვთქვათ. უკვე არა. პრინციპში უკვე არა, იმიტომ რომ მეტნაკლებად სხვადასხვა უბანია, მოგესალმებით, ჩვენ ერთ უბანზე ვართ, ვიყავით სხვადასხვაზე და უკვე გადავინაცვლეთ და ჩვენ ვართ ახლა ასე ვთქვათ, პარკის მიმდებარე ტერიტორიებში, ზიურის. სავარაუდოდ 2-3 დღეში უკვე ჩვენ ძირითადი ფონი გვექნება გადაფარული და რამოდენიმე დღეში დავასრულებთ იქ უკვე. ანუ ადგილები არის, სადაც ადამიანები შეიძლება იყვნენ, რამოდენიმე ორი ვარიანტია, ხო ალბათ, თვალის ქუჩაზე ალბათ არა, ხო, იქ არეზები. იქ ნაკლებად სავარაუდოდ. დიახ, ხო, აი დაახლოებით ეს მოცემულობა გვაქვს სამწუხაროდ. ბატონო ოთარ, იცით ერთი კითხვა არის, რომელიც ძალიან ისე მუსირებს და ძალიან სერიოზული კითხვა არის, აი ეს ნაგავი, რომელიც არის ტონობით. სწორად გააქვთ და სწორად ადგილას ხდება მისი გადაყრა, იმიტომ რომ ფოთრებში იყრებოდა მერის თავიდან იყო რომ პანიკა, ჯერ რა დროს ამის მოვლა არის, უნდა დავყაროთ და მერე მივხედავთ და თავარი ეს გავიტანოთ. ფრაგმენტული, რომელიც ჩვენ ესე იგი ეს იყო ექსტრემალურ სიტუაციაში უცებ რო რაღაცა შეხვდეთ მიდგომა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ იყო სისტემატური, ერთჯერადად გაკეთდა და შემდეგ აბსოლუტურად ყველა გადის შესაბამისი ნაგავს აყრილს. ეს განსაზღვრული ადგილია, ტერიტორია, შემდეგ მუშავდება ეს ხეები, რომელიც ჩამოიტანა და უკვე შეშად ესე ვთქვათ საწყობდება, ნაწილი მიაქვს ესე ვთქვათ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს, ვინაიდან ჩასჭირდება, ხოლო ნაწილი არის სოციალური დაუცველთათვის, სადაც საწყობდება და ეს უკვე რა თქმა უნდა ეს ამაზე ეს უსაფრთხოა, ხო, დავუშვათ იმისა რომ აი ამ არა ეს არაფერს შეხება არ აქვს აბსოლუტურად, უფრო მეცაც გეტყვი ჩვენ ახლა გადავიდეთ უკვე სხვა როლზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწევა, ეს გახლავთ უკვე სოციალურობის კუთხით, სადაც აი თქვენ ახსენეთ ვაკე, ძალიან რთული სამუშაო იყო იქაც, იმიტომ რომ ბევრი სირთულე ერთი არის შესვლა, მეორე გახლავთ ის გარემო ზოგადად, თან მედის გაწმენდითი სამუშაოები, თან უნდა მოხდეს ამ პროდუქტის ისე გადანა, რომ რაღაცა დიახ, ყველა ნორმის დაცვით და განადგურება. შესაძლოა დაგვიანდა, იმიტომ რომ მიუვალი იყო ის ტერიტორია, შესაბამისად ძალიან გაფუჭდა ეს პროდუქტი, ხო? მოგახსენებთ, ეს საწყობი ზოგადად გათვლილი იყო პერსონალისთვის და არა ტექნიკის სამუშაოდ. და როდესაც დიდი რაოდენობის პროდუქცია გაფუჭდა, იქ უნებრივია უკვე ტექნიკით იყო სამუშაო, ვინაიდან ხელით ფიზიკურად მუშაობა ის ჩათვალისწინეთ 2-3 თვე შეიძლება გაგრძელებული. ამიტომ აუცილებელი გახდა ტექნიკურად რომ ვისაუბროთ, ესე ვთქვათ, ცოტა გამონგრევა კედლის, რომ შეგვეყვანა რაღაც იგივე ბობკატი და სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობით, ესე ვთქვათ, აერწინაღებით, იმიტომ რომ ძალიან რთული სიტუაცია იყო, სუნი და ასე შემდეგ, რომ ყველაფერი სასწრაფოდ ყოფილიყო გატანილი და
საერთო ჯამში პროდუქცია 35 ტონაზე მეტი იყო, მაგრამ თავის ისე ვთქვათ დაბინძურებებიანა დაახლოებით 100 ტონაზე მეტი გავიდა. საერთო ჯამში. ეს წავიდა შესაბამისი ნორმებით, სადაც ჩვენი სურსათმშენებლობის ზედამხედველები ამას აკონტროლებდნენ. ეს პროდუქტი იყო უბრალოდ გაფუჭებული პროდუქტი და არა, ესე ვთქვათ, დაბინძურებული. ეს არის დიდი განსხვავება. ეს უვარგისია უბრალოდ, ეს არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს თავის პროცედურები და იმ პროცედურებით განადგურდა. იგივე ცხოველებთან მიმართებაში, იქ არ იყო, ესე ვთქვათ, დაავადებული ცხოველები, მაგრამ ჩვენ უბრალოდ თავი დავიზღვიეთ და ჩვენ ეხლა უკვე გვაქვს თითქმის ყველა საშუალება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის აპრობირებული და ამიტომ იმ მაღალი წვის ღუმელში, რომელიც ინსინერატორი, რომელიც დგას ნორიოში, იქ მოხდა ამ ყველა, ესე ვთქვათ, კარკასი ქვია აკადემიურად, მაგრამ ლეშს ვეძახით, ესე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოდ და აი ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, განადგურება. კარგი, ბატონო, ეხლა უნდა შეგაწყვეტინოთ, სულ ცოტა ხანი კურიერის მოკლე გამოშვება და ისო განვაგრძოთ საუბარს.